ესა ბეტონის გამყარების პროცენტული მაჩვენებელი ტემპერატურის და დღეების მიხედვით, რაც სტანდარტითაა გათვალისწინებული, როგორც სასარგებლო ინფორმაცია და გვჭირდება ყველას გამოვიხტოთ, ჩავდოთ ფაილში და გამოვაკეთოთ. ძირითადად გამყარება ხო დამოკიდებული არის 28 სტანდარტზე, ან უნდა იყოს დაცული მოვლა და დაცვის საშუალებები გათვალისწინებული სწორედ. ცემენტები, ანუ ორ კატეგორიად იყოფა რა, რასაც ჩვენ ვიყენებთ ახლა ძირითადად პორტლანდ ცემენტი და წიდა პორტლანდ ცემენტი, ან პუცოლანური ცემენტი. პორტლანდ ცემენტები არის ის ყველა ცემერთები, ჰაიდელბერგსაც აქვს, ლაფარჯსაც აქვს კონი ხო და ნუ წიდა პორტლანდ ცემენტი და პუცოლანური არის უკვე ცემორები რაცა. ბეტონ გამყარების დღეები, ნუ სტანდარტის მიხედვით რომელი დღეებიცა, აგერ არის 2 დღე, 3 დღე, 5 დღე, 7 დღე, 10 დღე, 15 დღე, 28 დღე, ნუ ეს 28 დღე უკვე სრული დღის ციკლი არის მარკის მისაღწევად და ტემპერატურის მიხედვით არის რა დაყოფილი ნახე, მაგალითად თუ ტემპერატურა იქნება 1 გრადუსი, 3 დღეში იქნება 10%. ანუ 10% 1 დღეში, 3 დღეში 10% ძალიან ცოტა. 5 დღეში იქნება 15. 5 გრადუსზე იქნება 3 დღეში 15%. ესე ძალიან ცოტა. ნუ 10-ზე 25, 15 გრადუსზე 33, 20 გრადუსზე 40. ნუ საერთოდ ნორმა არის უკვე 20-დან 25 გრადუსამდე რა, 21 არის იდეაში გათვლილი. აქ ახლა მარტო ბეტონის ტემპერატურა ის კი არა, თვითონ კუბიკში რა ტემპერატურა მიმდინარეობს, ნუ პროპარად იცის. ანუ თვითონ აუზშიც რო ვდებთ, იქაც უნდა დაცული იყოს, იმიტომ გვაქვს ისინი რა ქვია მას. გამათბობელი რა წლის რო ზამთარში დაცული იყოს და საფულში თავისთავად მაღალი ტემპერატურა იქნება. ანუ მოკლედ რავი სასარგებლო ცხრილია რა, რომ დაგჭირდეს რაღაც ანუ რამდენი პროცენტი უნდა იყოსო, გეცოდინება რომ მაგალითად სწორედ ცემენტი ამდენი დღეზე და თუ დაახლოებით იცი ამდენი გრადუსი, ამდენი იქნება. ნახე დაბალ ტემპერატურებზე უფრო დაბალია თავისთავად პროცენტული მაჩვენებელი, იმიტომ რომ რაღაც ზამთარში თავისთავად უჭერს მათ გაზი ასვლა ადრე და შემომცემ უფრო დაბლები. ეს ცემორები უფრო ისინი არის რა, მაღალი შედეგებია ნახე. აქ უკვე 5 დღეზე არის 70% ცემერთი. და საერთოდ სტანდარტიდან 7 დღეზე უნდა იყოს 70. ეს კიდე აგერ უფრო ისა რქოს ნაკლებია 65 და ნუ მოკლედ ერთი სიტყვით კაი რაღაცა ის ამობეშტოთ, შევავაგდოთ იმაში რა ქვია მას ფაილში და გამოვაკეთოთ რა.